აი ახლა უკვე აი ესეთი ჯიბე მინდა მოგხსოვო. ერთი ესე იგი უკვე მაქვს ეს მოგხსოვილი, მეორესაც ზუსტად ასეც მოგხსოვთ. თუმცა ხვდებით რომ სარკული ან არეკლი გჭირდებათ, ხო? ესე იგი აქ ნახეთ თუ წარმოიდგენთ აი აქ იქნება ცენტრალური ესეთი სადაც ღილები გაქვთ ჭრილი. აქეთ მეორე ჯიბე გჭირდება. ესე იგი თქვენი ხელი შედის აი აქედან აი აქეთ. აი ესე, აქედანაც აქედან აქეთ. ანუ ჯიბეების ეს ადგილები არის ჭრილიდან აი ღილებისკენ, ესე თქვა, შეკვრის ადგილისკენ, ხო? აქეთაც ესე. ეხლა მე ისე ასე მოგხსოვ, როგორც აქ მაქვს მოგხსოვილი, მაგრამ თქვენ ეხლა მიხვდებით ალბათ, აი ესეთი რომ კიდე მეორე მექნება, ის თქვენ უნდა დადოთ აი ესე უნდა დადოთ, ხო? აქეთ. აი ესე უნდა მიეკეროს. ეს მიეკერება აი ესე, სარკულად უნდა იყოს სიმეტრიულად, ესე ერთმანეთის მიმართ. ეს ახლა მართალია ცოტა ის იქნება. თვლები ნამატის გარეშეა ნაკსოვი, არაფერი ესეთი არ არის. უბრალოდ აი ეს კიდე შეიძლება ესე ასეთი კიდე არ გქონდეთ. ანუ აი ესეთი კიდე გექნებათ, თუ აქეთ მხარეს გამოიყენებთ, აი ეს რო დადოთ აქეთ, ხო? მეორე უნდა მოგხსოვო, ხო ასეთი. აი ეს კიდე გექნებათ, ხო, მაგრამ ეს მაინც უნდა მიეკეროს შიგნიდან იმას თვითონ ჟაკეტს და არაუშავს, ეს არ არის ისა. ეს ძირითადი უზორი არ აქვს ამას წაღმა და უკომა, ეს ორივე ესეთია. აქეთ იქით ესე უნდა ვიაროთ, ხო? კარგით, ესე იგი, ახლა ამისთვის როგორც ხედავთ, აი აქ არის ძაფი სბოლო, ანუ აქედან დავიწყე და ესე ჩამოვედი. აქ დავტოვე ძაფი, რომ მე მივაკეროთ თან ისევ ასეთი ერთი წვერი ძაფით. ახლა ავიღოთ ესე იგი ეს. როგორც თუ თქვენ სქელი ძაფი გაქვთ, გირჩევთ ასევე ერთი წვერით მოგხსოვოთ. თუ არა და შეგიძლიათ პრინციპში ორი წვერითაც. ესე იგი, კვანძი გავაკეთოთ და ავკრიფოთ. ნახეთ, ახლა მე პატარა ყაისნაღი ავიღე, საკმაოდ პატარა, მე მგონი ცოტა დიდი მირჩევნია. ხო, ეს ძალიან დიდია. აი ამითი, ნახეთ. 6.50 მმ-ია ესეთია. ესე იგი, აქ უნდა ავკრიფოთ 15 თვალი. ეს მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და კიდევ ერთი თვალი ბიჯის. ხო, 15. დავასომებ მაინც. რომ ანუ მოჭინვაც ისე გააკეთეთ, რომ მიახლოებით ერთნაირი ზომის გქონდეთ, ხო? კი, კარგი ზომა. ეხლა ეს ბიჯის იყო ხო ბოლო თვალი, ესე იგი მოვტრიალდით და გვსვოთ თვლებს ნამატის გარეშე. აქ შეგიძლიათ ნიშნული გააკეთოთ. პირველ თვალზე მაინც რო არ აგერიოთ, ესე. და იგი მოკლედ ეს ჯიბის ადგილი იქსოვება თვლებით ნამატის გარეშე. მარტივი უზორია. ამ შემთხვევაში უკანა კედლებში არ შევალთ. ეხლა ეს პირველი რიგი არის, რომ ერთ კედელში შევდივარ, ხო? რომ ჯაჭვისებური თვლები ესე სხვანაირად ვერ შევალთ და შემდეგ უკვე ორ კედელში შესვლით მოგხსოვთ ამ ჯიბეს საერთოდ. კარგი, დავაკვირდეთ ახლა. ესე. ახლა ესეთი საინტერესო ის არის ნაკსოვია, რომ ერთი მხარიდან უნდა გავზარდოთ, მეორედან უნდა მოვაკლოთ. თუმცა მე აი სადაც იზრდება იმ მხარეს, მე უკვე გავჩერდებით, აღარ გავსდით გარკვეულ სიმაღლეზე. ეს ბოლო თვალი. აი ესე. ეხლა ნახეთ, აი ესე. ეხლა მოგხსოვე 15 თვალი ნამატის გარეშე. ეხლა ერთი თავისუფალი თვალი, კიდევ მეორე თავისუფალი თვალი მოვტრიალდით. ეხლა ხვდებით, რომ ეს ბიჯის არის, ხოლო აი ეს პირველი თავისუფალი თვალი არის მოსაქსოვი. ანუ ესე თქოს ორ კედელში შევედი, ხო? აქ ჩვეულებრივ. ეხლა გექნებათ უკვე 16, მოდით აქაც გავაკეთოთ ნიშნული პირველ თვალზე. აი ეს იყო პირველი თვალი და ჯამში უნდა გქონდეთ აი ნიშნულების ჩათვლით 16 თვალი ნამატის გარეშე. ესე იგი პირველ რიგში იყო 15, მერე მეორეშიც 15, ეხლა უკვე 16-ია. აი ესე, გვსოვოთ. და ახლა მეორე მხრიდან უკვე მოკლებას გავაკეთეთ.
და ეს მე-16 თვალი, ნიშნულის თვალი. კარგით. ახლა ერთი თავისუფალი თვალი მოვტრიალდით. ახლა აი აქ ვიმყოფებით, ნახეთ, აი ესეთ ადგილას ვართ. ახლა უნდა ესეთ ძალიან დავადაბლოთ ჩვენ ეს ადგილი და ამას გავაკეთებთ, ესე იგი, ერთი თავისუფალი თვალი მოგსოვეთ, ხო? ორი თვალი უნდა გამოტოვოთ. 1, 2. და მესამეში შედიხართ. გსოვთ ისევ თვალს ნამატის გარეშე. აქ ჩავდოთ ნიშნული ისე. აი ესე. ესე იგი, პირველი თვალი მოგსოვე, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მე-11, მე-12, მე-13 და მე-14. ანუ 16 იყო და 2 გამოვაკელით, ხო? აი ესე. ეს 14 თვალი გვაქვს ახლა ჩვენ. აქ ისე უმატებთ, ანუ ორ თვალს მოგსოვთ. ეს არის აი რომელიც ქვემოთ ჩამოდის, ეს აქედან აი პირიქით იკლებს. აქ მატულობს. ესე იგი, ორი თავისუფალი თვალი და შედიხართ მეორე თვალში, ანუ რომელიც აი ეს ორი თავისუფალი თვალიდან პირველად რაც მოგსოვე, ხო? და შემდეგ კიდევ გსოვთ. ეხლა ერთი მოუმატეთ, ისევ 15 გაგვიხდება. ანუ ფაქტობრივად ჩვენ არ ვცვლით ჯერჯერობით თვლების რაოდენობას რიგში. ესე. ბოლომდე მოგსოვთ, აი ეს ნიშნულის თვალი, ნიშნულს მოხსნი. აქ ისე უნდა შევამციროთ, ანუ ერთი თავისუფალი თვალი, ეხლა მხოლოდ ერთს გამოვტოვებთ. ანუ აი ამას გამოვტოვებ და აი აქ შევა. აი ესე, ეხლა წესით ისევ 14 თვალი უნდა გქონდეს. გუსად, ხო, ერთით მოვაკელით, ხო? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13 და 14. აი ესე გაქვთ, ნახეთ. აი ესე შევხედოთ, აი ესე ეს თქვენი ჯიბე, აი ესეც აი ორივე ძაფის ბოლო ერთად, ხო? ერთი ზომისაც რომ იყოს მოჭიმა, ისე გავაკეთეთ. ეხლა ამის შემდეგ ნახეთ, უკვე აღარ მოუმატებთ, ზუსტად აქ იქნება ყოველთვის, სადაც ნიშნული გექნებათ ბოლო თვალზე, იმას მოგსოვთ და აღარც მოუმატებთ, არც მოაკლებთ აქეთ მხარეს. აქ უნდა გავაგრძელოთ მოკლება ყოველ მეორე რიგში, ესე როგორც ესე იგი ნიშნულის თვალს გსოვთ და შემდეგ უკვე აღარ გსოვთ. ეხლა აქ უკვე ნიშნულის თვალი მოგსოვილი მაქვს. მოხსნათ ნიშნული ერთი თავისუფალი თვალი და იმაი, სადაც ბოლო თვალი იყო, ხო? ანუ თავისუფალი თვალის შემდეგში ამოიყვანთ ჩვეულებრივ. ესე იგი მატება აღარ გავაკეთეთ. ერთი მოგსოვე, ხო? უკვე მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მე-11, მე-12, მე-13 და მე-14. 14 გვაქვს აქ, აი ნიშნულის თვალი. ერთი თავისუფალი თვალი და უნდა მოვა. ესე იგი, ეხლა ამ რიგში არ მოვაკელი, მაგრამ აი რო შემოვტრიალდები, ეხლა მოვაკლებ, ანუ აი ამ თვალის ნაცვლად შეხვალთ, აი აქეთ ქვემოთ და გააკეთეთ ნიშნული. პირველი თვალია, ხო? აქეთ. ეხლა წესით 13 უნდა გქონდეთ უკვე შეგვიძლია ერთით შევამცირე და ასე უნდა ჩავყვეთ ეხლა ჩვენ.
პრინციპში ეს ფორმა ჯიბის თქვენ შეგიძლიათ არეგულიროთ იმის მიხედვით, როგორი თქვათ ზომის გინდათ და ფორმაც შეგიძლიათ არეგულიროთ. აქ აღარ უმატებთ, ანუ გახსოვთ აქ უმატებდით აი ესე, ახლა გავჩერდით და ბოლო ნიშნის თვალი მოგხსოვე, ერთი თავისუფალი თვალი და მოვტრიალდით და ჩვეულებრივ ესე იგი ბიჯის თვალის შემდეგ თვალში შედიხართ პირდაპირ. ახლა მოდით ნახოთ, რამდენი რიგი გვჭირდება ჩვენსო. იმიტომ რომ ამის შემდეგ ნახეთ, ეს მოდის სწორხაზოვნად, აი აქ, ეს იკლებს და იკლებს, აი ესე. ანუ ყოველ მეორე რიგში კლება აქვს აი ზემოთა მხარეს. ახლა მე გავალ ამ რიგის ბოლოს და შევხედოთ, რომ ზუსტად რამდენი რიგი გვჭირდება ესე მსგავსი წესით რომ მოგხსოვოთ. ნიშნულის თვალს გსოვთ, ხო? იმიტომ რომ ამ რიგის გამოტოვებით არის მოკლება. ეხლა არ მოვაკელი, ერთი თავისუფალი თვალი, ეხლა მოვაკლებთ, ანუ ერთი და მეორე. აი აქ გადავიდა ნიშნული. კარგით. ეხლა აქ შემიძლია მე გადავთვალო, მოდით კარგად შევდოთ, აი აქ. ესე იგი. აი აქ ვართ ჩვენ. სულ ცოტა დაგვრჩა პრინციპში. ნახოთ, აი ესე, წვერს მივადოთ, აი ესე. აი აქ ვართ სადღაც. გვჭირდება კიდევ 1 2 3 4 5 6. 6 რიგი უნდა მოიქცოს კიდევ, რომ მივიღოთ ისეთივე ზომის. ესე იგი, ამის ჩათვლით, ამ რიგის ჩათვლით, ხო? აი ეს ნიშნული მაქვს ჩამაგრებული, ეს არის პირველი რიგი. და კიდევ 6 რიგი გჭირდებათ. ესე იგი, ერთი მხარიდან უკლებთ, მეორე მხარიდან არ უკლებთ. ოღონდ რიგის გამოტოვებით არის იქ, სადაც უკლებთ, ხო? მოდით ერთად მოგხსოვთ, ცოტა დაგვრჩა და მე მგონი ჯობია რომ არ ვარაგერიოთ რამე. აი ეს ნიშნულის თვალს გსოვთ, ერთი თავისუფალი თვალი, მოვტრიალდით, ბიჯის მომდევნო თვალი, აი ეს ისე პირველი თვალი გაქვთ. და მოდით მოგხსოვთ ბოლომდე. ესე იგი. რაც უფრო მცირდება რიგები, უფრო სწრაფად იქცევა ათღოთ ალბათ. ესე იგი, ამ რიგში როცა მოტრიალდებით, ხო? იმის შემდეგ გააკეთებთ მოკლებას. ახლა ნიშნულის თვალს გსოვ, ანუ ნიშნულის თვალი არ გამოტოვოთ ეს. ერთი თავისუფალი თვალი, აი ახლა მოვაკლოთ. ერთი და აი აქ. აი ეს. ახლა მე კი გადავიტანე, მაგრამ ფაქტიურად მინდა დამიტოვებია, რომ გადაგვეთვალა. ესე იგი, ახლა მე მოვხსოვე, ერთი იყო, მეორე, მესამე რიგს გსოვ. აი რო გითხარით 6 რიგი გვაქვს გამოსაგსოვი, ახლა მესამე რიგს გსოვ. კარგით, ესე დავემახსოვროთ. ახლა იქნება მეოთხე რიგი. ეს მოვხსნათ შეჯერებით. ერთი თავისუფალი თვალი, აქვე, აი ეს მეოთხე რიგი დაიწყო. სულთლები მამადის გარეშე ორივე კედელში შესვით. ეს არის განსხვავება. ძირითადი უზორი გახსოვთ, ჟაკეტის ცოტა სხვანაირი იყო. აქ ორივე კედელში შესვლით. მედი რო ცოტა მეჩვენება ფოკუსი იკარგება ხოლმე. აი ესე. ნიშნულის თვალს გსოვთ. ერთი თავისუფალი თვალი, მოტრიალდით, ახლა გამოვტოვებ და აი აქ. ეს უკვე მეხუთე რიგი. და კიდევ ერთი რიგი გვინდა, ხო? თუმცა ისე ქვემოთ ამაგ დამთავრებული. ხო. მგონი კიდევ ორი რიგი. ანუ ეს ერთი, ეს მეხუთეა, ხო? ზემოთ ავალდი კიდე უნდა ჩამოვიდეთ, ისე ვფიქრობ.
თან დავაზომებ. ახლა არ ჩამიწერია ის როგორც ისე ჩემი თვალის ზომებით ესე იმას ავქენი რა ზომის ჯიბე მჭირდებოდა და აი ესე ერთი თავისუფალი თვალი აქ არ ვაკეთებთ მოკლებას არაფერს აი ესე გადავიდევთ ეს უკვე მე-6 რიგია ну ქვემოთ უნდა და ანუ კიდე მე-7 რიგიც გვინდა ზუსტად ერთნაირები იყოს განახოთ ახლა დავაზომებ ეს ნიშნული ის თვალი მოგსოვოთ და დავაზომოთ აი ესე გაქვთ აქაც აი ესე პირზე დაადებთ ესე კი გვინდა კიდევ აი ახლა ქვემოთ ჩამოვალთ ანუ მე-7 რიგი კიდევ ერთი და მორჩა მე-7 რიგიც გვინდა აქაც ისევ მოვაკლებთ ერთი თავისუფალი თვალი აი აქ შევხედოთ რამდენი გვაქვს ნახეთ აი აქედან 1 2 3 4 5 6 7 8 ეს თავისუფალი თვალია ეს პატარა 8 თვალი გაქვთ აქ ეხლა აქეთ ანუ ეხლა შევამცირებთ ჩვენ მაგრამ ჯერ შემცირების გარეშე ნახოთ 1 2 3 4 5 6 7 8 აი ზუსტად ეხლა უნდა შევამციროთ აუცილებლად ნახეთ ერთი ბიჯის ამას ტოვებ და აი აქ ხო აი სად ჩამოვედით აი აქ პირველი თვალი მეორე მესამე მეოთხე მეხუთე მეექვსე მე-7 და მე-8 და მე-9 9 არის კარგი დარავშოთ 9 თვალი გვაქვს აქეთ მხარეს ნამდვილად ასე უნდა მოგვექსოვა მოდით აბა შევხედოთ ცოტა ხო შეიძლება აქ უფრო დავადავლე აქეთ იქით კარგი აი ეს ნახეთ აი ეს აქ უნდა იყოს ცოტა ესეთი მომრგვალება აქ უნდა იყოს წაწვეტებული ზემოთ აქ მიახლოებით ესეთი ფორმა გვაქვს. კარგით, ეს კარგია ახლა. აქ ამ ძავს ნახეთ ეს ძალიან პატარა მოვჩა. პრინციპში ბევრი არ გჭირდებათ ამისთვის და ეს ნიშნულიც პრინციპში აღარ გვინდა. ახლა აქ უნდა გამოვატაროთ, ოღონდ ისე მოვჭრი რომ მაინც არ მგონია რომ ხელა დამჭირდეს. აი რა კონტურზეც აპირებთ რომ მიაკეროთ, აი ეს უნდა მივაკეროთ, ხო? ორჯერ მეტი. ხო, იყოს მაშინ თლიანი, ფაქტიურად ორჯერ მეტი გამოდის თლიანი ძაფი. და აი აქ ნახეთ, ერთი თავისუფალი თვალი, როგორც მეორეზე მქონდა ესე. გამოაძვრინეთ უბრალოდ ესე. ძაფის ბოლომდის. აი ესე. ეხლა რაც ესე იგი ბოლო ის არის, თუმცა ღილები გვაქვს მისაკერებელი, მაგრამ მგონი, რა ვიცი, არ მგონია რომ ის რთული იყოს ისეთი რომ ჩასაწერად. ეხლა უნდა მივაკეროთ. ხო, ეს უკვე ისეთია. ეხლა თქვენ ჭირდებათ მოდით მოვიტანე ეს ჩემი დათვი ესე იგი არა აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეზე მიაკერებთ თავარია რომ ესე იგი დაიმახსოვროთ ნახეთ ეს არის შიგა მხარე აი ეს არის თქვენი გარე მხარე ხო აი ეს გარედან თუ უყურებთ ეხლა როგორ უნდა ჩავდგათ ეს აი ეს უნდა იყოს ნახეთ აი ეს საიდანაც დავიწყეთ ქსოვა, აქეთ პატარავდება, დაბლდება, ხო? აი ესეც უნდა შევიდეს, ნახეთ? აი ეს. და მიეკეროს უკანა აი ამას. აი ამას. აი ასე და წამოვიდეს წინ, აი აქ. ესე იგი თითქოს აერთიანებს აი ამას ამას. აი ეს. აი ესე თუ შეხედავთ. ნახეთ, აი ესე გაქვთ, ნახეთ? აი ამას და აი ამას, აი ესე. აი ესე უნდა მიაკეროთ. ეს არის წინა მხარე. ასევე მეორე ნახევარი. ნახეთ, აქაც გვაქვს იგივენაირად ჭრილი. აი ესე გამოიყურება ჩვენი კაპიშონი, აი ზემოთ ეს თავი, ქვემოთ და ეხლა მინდა რომ გაჩვენოთ
როგორ მივამაგროთ, ხო? აი აქ გვაქვს ერთი ჭრილი, აქეთ მეორე ჭრილი. ეხლა ორივე მხარეს გვჭირდება, რა თქმა უნდა, ეს მიმაგრება და ამიტომ მე ამას გავშლი, ნახეთ, აი აქეთ. ესეც გავშალოთ იქით. ხა ჩემი ძაღლი აქ უკვე ელკა გამოდი. აი მოეწონა მეგონი სადგილი. კარგით, მოგეთ. ესე იგი, ერთი მხარე და მეორე მხარე იქით. აი ესე. ეხლა აი ერთი მხარის მაგალითზე გაჩვენებთ. მოდით, აქ დავაყენებ კამერას, აი ესე. რა გინდაბა? თბილია, ბოკა. შენთვის არ არის, მაგრამ ბოკა, თბილია? კარგი, იყავი მან. არ შემიშალო ხელი, ო? ოხ, ბოკა, უკვე ძალიან ახლოს მოხვედი ახლა. ბოკა, შენც გადაგიღო? ბოკა, გადაგიღო შენც? ბოკა, მიშლი ხელს ახლა ესე. კარგი, ესე იგი, აქ არ აქვს ნიშნობა, რომელზე აიღებთ. ბოკა, კარგი. ესე იგი, ძაფის ბოლო გავატაროთ. ნემსი გვინდა, ხო, ნემსით უნდა მივამაგრო, მივაკერო. ეს დავიკავოთ, ესე იგი, როგორც თქვით, აი ესე, ეს შიგა მხარეს უყურებთ ეხლა. ხო? აი ესე და სადღაც აი აქ ვართ ეხლა, ჩვენი ძაფის ბოლო არის აი ესე წვეროზე. ეხლა აქ რომ კარგად მოხვიდეთ ზუსტად, იმიტომ რომ აქ რომ აკერებთ, საბოლოოდ ნახეთ, ვისი უნდა მოხვიდეთ, რომ სჯობდა რომ აი აქედან დაგვეწყო, რომ ნამდვილად კარგად ჩაიკერებოდა აი ეს ადგილი, რომ აი ესე იგი ეცადეთ, რომ ეს დაიფაროს აი ეს ადგილი კარგად, აი ამითი. ხო? კარგით იყოს, აქედან წამოვალ აქეთ და მე აი აქ. კარგი, აი ესე იგი. აქ ეხლა ეცადეთ, რომ ძალიან ესე არ მოჭიმოთ ძაფი, რომ წინა მხარეს არ იყოს ესე შესამჩნევი ძალიან. აი ეს რამდენი ზოლი ხდება, ესე იგი, ნახეთ. 1 2 3 4 5 5 ზოლი ხდება აი ამ ჯიბის ნაკერთან. ну ამას 5 ზოლს მივაკერებთ, ასე თქვათ, მონაწილეობს ეს 5 ზოლი. ანუ რიგების მიხედვით მიახლოებით 10 რიგია, ესე გამოვა. კარგით, ეხლა აი აქ ну მე ვეცდები, რომ ცოტა უფრო ამოვურცულ ძაფებში შევიდე. ეკა გაიჩერდა. და სულ ესე კონტურზე უნდა შემოუაროთ, ხო? თავარია აი აქ რაც მნიშვნელოვანი, რომ ეს კარგად მიაგეროთ, აი ეს ადგილი. აქ თუ ეხლა ხრელები გექნებათ, ხო, უბრალოდ იქ შეიძლება გაგიძრეთ, ესე იგი, რამეს თუ ჩადებთ ისეთ მნიშვნელოვანი ისეთი ფული არ ჩადოთ ისეთი, რომ დაგეკარგოთ და თორე თუ ყველა რიგებში შევხვალთ, მაშინ ის ცოტა წინა მხარეზე შეეტყობა. ხავთ ესე ხელების გასათობად შეიძლება რომ ესე ჩადოთ და ამისთვის უფრო არის გათვლილი. ეს აქაც ხედავთ რომ სპირალურად იმას შვები ვაკერებ. აი ესე. რაც მოხერხებულია ჩემთვის და უფრო ამას ესე სპირალურს ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას. და აქეთ ბოკას წინას, ბოკა კარგი არის, ხო, თბილი ჟაკეტია. ბოკა, შემოხვედი ბოლომდე. ბოკა კარგი ძაღლია. ესე. და ეხლა მას ცოტა მე
დავგრიხავ ძაბს, თორე აი თანდათან თითქოს იშლება, ისედაც ერთი წვერი მაქვს და ესე. შემდეგ, ეხლა უკვე მოვახლოვდით ამ ადგილს, ესე. ბელკა, ხელი დაჭიგაჭია. ბოდიში, მაგრამ უნდა მივაკერო, ხო? ბელკა. მოგწონს ესეთი ჟაკეტები? აი ხა უკვე ბელკა მიშლი ხლის დაჭიგაჭი. ბელკა მიშლი. აი აქ ახლა ყველა აი ამ ძაბში შედით ხო? აი აქ რაც გაქვთ. აი ესე. ჯობია რომ თვალში ყველგან შეხვიდეთ. თან ამას ახლა ჩავაყოლებ მე ამ ძაფის ბოლოს, რომ არ დამრჩეს მერე კიდევ დასამალი. აი ესე. Aku ხლა აი აქ შემდეგ ზემოთ აქ ვიყავი ხო? აი აქ ცოტა აქ ისე არის დიდი თვლებია. ფართოდ, მაგრამ არ ამუშავს. ესეთი ჟაკეტი გვაქვს საერთოდ. შეიძლება ითქვას oversized ესეთი სტილის. საკმაოდ დიდი. აქ ვიყავი შემდეგი. Ruka, tati gideus პირდაპირ და მიშლი ცოტათი მიშლი. აქ ვიყავით, აი აქ. Ruka, ცოტა გაიჭერა. გაჩერდი. Ruka, გავუშვი. აი აქ ეხლა აი სად ვიყავით აბა კარგად? აქ ვიყავით და ცოტა ზემოთაც ავიდოდი კიდევ. აი ეს კარგად, აქ დავაფიქსიროთ კარგად. ბელკა, კარგი ახლა. კიდე რა შემიშალო ხელი? აქ ორჯერ შევალ, ნახეთ. რომ კარგად ეს დაფიქსირდეს ეს ადგილი, რომ არ იყოს გახსნილი. აი ესე. და მე ბოლოს გააჩვენებთ, ხო? ეხლა აქ ხედავთ აი სად მივდივარ. ბელკა გაიწიე, ცოტა გაიწიე. ნახეთ, აქ ჭრილია და აი ამას მოვყვები ეხლა აქეთ ხარის. ოღონდ ცოტა მოუხერხებელია, ხა მე ჯობია მოვატრიალო, ბელკა. მოდი, აქ ესე შემოვგატრიალებ ცოტას. კიდე გაიწიე? აი ესე. არ გაიწევ ხო? აი ესე. შემდეგ აქეთ ბელკა არ მოფხიკო. დაჭიქი ხო? ჩამოყვებთ და როგორც დევს ესე ბრტყლად დადევით. აქ ზოლია ის მეხუთე ზოლზე ბოლო ის იქნება და ამითი იხელმძღვანელეთ. ხა ცოტა მეტად შევედი, იმიტომ რომ მეჩვენა რომ ძალიან ისე იყო გაწელილი ვიდ. კაც. ნუ ფაქტიურად მორჩი ახლა მე. ხონდა კიდევ. აი აქ ჩამოვყვეთ. კარგად. აი ესე. აი აქ დაგვრჩა ახლა ეს აი ზოლი. აი ზოლი. ესე კი აქ ზუსტად ესე შეუსაბამოდ. აქ შეიძლება მეტი თვლები გაქვთ ვიდრე აი აქ, იმიტომ რომ ეს პატარა თვლებია და ამიტომ აქ ორ თვალს შეუსაბამოდ აქეთ ერთი თვალი.
ხო, მეგონი მივხვდით რასაც აი აქ ორ თვალს აქეთ ერთი თვალი იგივე თვალში აქ ახლა გადავალ ცოტა წინ სადაც უფრო ახლოს არის ძაფები, იქ შედით. ესე თვალი თვალზე აქ არ გათვალოთ, იმიტომ რომ განსხვავებული ზომის თვლებია ჯიბეზე და თვითონ ჟაკეტზე. აი ესე, ერთი კიდევ. აი აქ. და მორჩა ფაქტიურად ეს არის სულ. აქ კვანძი გავაკეთოთ და ეს არის სულ. მოდით ახლა გავაკეთებ კვანძს. აი ესე. ასე უნდა გავაკეთოთ მეორე მხარეს, ნახეთ. ახლა გაჩვენებთ უბრალოდ მეორე მხარეს და თქვენ მე მგონი ისე გაართმევთ თავს, რომ ისე გააკეთოთ, ნახეთ. აი აქ გაქვთ ჭრილი და აქ დაადებთ ესე ჭრილიდან აი აქ უნდა მიეკეროს და ეს იქით წავიდეს. ანუ ეს არის აქ სადაც შესაკრავი ადგილი, გაქვთ ხო? აი ეს ზოლი უნდა მიაკეროთ, აი ამას და ახლა აქ პირიქით აქედან ესე წამოხვალთ, აქ მიაკერებთ და მერე ესე წახვალთ. შემოყვებით, ხო? კონტური ესე გამოგვდით აქეთ მხარეს. კარგით, ესე იგი მე მგონი მივხვდით. ახლა მოდით აქეთ ვნახოთ გარედან როგორ გამოიყურება ეს რაც ჩავკერი. აი ესე გამოიყურება ახლა. ხედავთ აი ესე. აი ესეთია. ძალიან ღრმა ჯიბი არ არის მაინდა-მაინც, მაგრამ მგონი საკმარისია, აი ესეთია. თქვენც ესე იგი ცადეთ, აქაც მეორე მხარეც ესე გააკეთეთ, როგორც გითხარით, უბრალოდ დააფინეთ თავისუფლად. აი ამ ზოლს უნდა მიაკეროთ, აი აქეთ ამ მხარეს, აქ არა, ამას არ მიაკეროთ. აი ამას. აი ესე. და აქ სადაც მოუწევს, აქ 5 ზოლი იყო, ხო, ნახეთ? 1 2 3 4 5, აი აქ დაიწყებთ და მე ვფიქრობ, აქეთ წამოყევით ჯობია. მერე აყევით და აქ დაფიქსირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს აქ კარგად მიამაგროთ. მერე ესე. კარგით. აბა კარგად.